ის პათოსი რაც ახლა თქვენ გააჟღერეთ, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრ ადამიანს ადარდებს ბატონო ნიკოლოს და მე ვფიქრობ რომ ეს მილევადი პროცესია რომელიც დღეს თუ ხვალ აუცილებლად დასრულდება და შესაბამისად მე დარწმუნებულა შესაბამისმა ორგანოებმაც ეს იციან რომ მილევადი პროცესია და ანუ აღარ შედიან კონფრონტაციაში, აღარ უნდათ გამწვავება და ნუ ფაქტია თქვენ თვითონაც გააჟღეროთ 30 კაცია და 30 კაცის გადაკეტილი რა უნდა იყოს. აი რატო კეტავენ ისე თქვენ იცით? აი მე ვერ ახსენ. ანუ მეც ვერ ახსენ. არა, ვითომ ხა აი მე ხსნი იმით რომ ვითომ მარგინალიზაცია ხდება. არა, მაგრამ ვერ გავიგე რატო? ხო ტურისტული სეზონი ხო რატო კეტავენ? იმიტომ კეტავენ რომ მოგიხსენება ზუსტად 1-3-4 დღის უკან მოხდა პროვოცირება ვითომ მანქანამ გადაუარა ერთ-ერთს და ამაზე ატეხეს ერთი ამბავი. ანუ რომ აღარ იციან უკვე ახდენენ პროვოცირებას, მოკლედ ეს 5 კაცი იქნება თუ 10 კაცი იქნება ცდილობს რომ არ გაატაროს ეს მანქანის ესე ვთქვათ ნაკადი რომელიც ცენტრალური მაგისტრალი ამ ცენტრალური გზა მოგიხსენებათ და ამით ცდილობენ როგორმე თემა გაზარდონ და ვიღაცას თუ ფეხი ეთკინა თუ ვიღაცას თუ რაღაცა მოუვიდა შემდეგ ამით უნდათ რომ მთელი სკანდალი შექმნას. ანუ ამაში მოგიხსენებათ დიდოსტატები არიან ამ კუთხით და მათი მიზანი არის რომ რაც შეიძლება დრამატიზება მოახდინონ რომ 10-ნი არ არიან 20-ნი. სწორად დაახლოებით უბრალოდ კვირა დღეს გააკეთეს აქცია მოგიხსენებათ იქ გამოიყვანეს თავიანთი პრეზიდენტი ამ პრეზიდენტმა მოუწოდა მთელს მოსახლეობასო თურმე ეხლა თუ არ დავდგებით ერთად თუ როგორ გადავშენდებით და მოკლედ იქ იყო მთელი ესე ვთქვათ ტაშფანდური გამართეს მათ ეგრეთ წოდებული ხელოვნებიც შეუერთდნენ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს რომ ხელოვნები იყვნენ და დღეს რომ ხელოვნები არიან და ესე ვთქვათ ყველა ხრელშიო შეეტიენ ეს ადამიანები ეს საზოგადოება იქ იყვნენ და შესაბამისად ცდილობდნენ რომ როგორმე წარმოეჩინათ თუ როგორი ბევრნი იყვნენ თუმცა გამოჩნდა ნათლად გამოჩნდა როდესაც უკვე რეალური დათვლა მოხდა ადამიანების არანაირი ბევრნი არ იყვნენ დაახლოებით 1000 კაცი იყო იქ მეტი არ ყოფილა ეს ნიშნავს იმას რომ ანუ მუხტი აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში იმიტომ რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიაზრა თუ რეალურად ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები ვინ არიან და მათ უკან ვინ დგას და საზოგადოებას ძალიან კარგად მოეხსენება რომ მათ უკან დგას ის ადამიანები რომელთა სურვილია რომ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში გადატრიალება ეგრეთ წოდებული პუჩი და შესაბამისად საზოგადოება ქართველი საზოგადოება არ უჭერს ამას მხარს ჩვენ ნანახი გვაქვს ეს ჯერ კიდევ ზუსტად გამსახურდიას დროს თუ როგორ მოხდა გადატრიალება და რა თქმა უნდა ჩვენს ქვეცნობიერში ყოველთვის ჩადებულია რომ აღარ გვინდა ეს რევოლუციური სცენარი და გვინდა რომ არჩევნების კუთხით მოხდეს თუ რაიმე ცვლილება უნდა ერთს თუმცა არჩევნების კუთხით ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება ცვლილება, როდესაც ესეთი ოპოზიციური პარტიები, ანუ მარგინალი ოპოზიციური პარტიები იქნება და როგორ შეიძლება ჩვენ დღესდღეობით ქართულ ოცნებას საპირწონედ დაუყენოთ ეს ხაზარაძეები და ძმანი მათნი ნაციონალური მოძრაობა, როგორ შეიძლება თეორიულად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ მოუგებენ, რაც არ უნდა ამათმა რომ ეცადონ რომ ერთ-ერთში არჩევნები მოიგონ, ვერ მოიგებენ. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური სპექტრი არ არსებობს და ვერ არსებობს და ეს სწორედაც რომ ჩვენი ქართველი ხალხის დამსახურებაა. რაც შეეხება იმას ეს ყბადაღებული თემა მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბატონ ნიკოლოს. რაც არ უნდა არჩევნებში ამათმა მიიღო მონაწილეობა. დიდი, ანუ არაფერი არ შეიცვლება, ანუ ჯამთა განაცვლებით არანაირად ჯამი არ შეიცვლება, რიცხვთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა. ერთი იქნება, სამნი იქნებიან თუ ეს ნაციონალური მოძრაობიდან რაც არ უნდა ესე ვთქვათ, ამოფურჩხნულები იყვნენ, ხომ? არანაირად არ იქნება გასაქანი და არ გაიხარებს ეს ოპოზიციური ველი. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ სამართალდამცავები მოქმედებენ ადეკვატურად, თუ დაარღვევ კანონს, რა თქმა უნდა, ადეკვატურად იმოქმედებს და პროპორციულ ძალას გამოიყენებს სამართალდამცავი ორგანოები. დღეს მოინდომეს, რომ მთელი რიგი დისკრედიტაცია მოეხდინათ სასამართლოსი, სასამართლოს დისკრედიტაციას, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მაგათმა ეცადონ, ვერ მოახდენენ თავიანთი ცხოვრება, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის წევრმა მოახდინოს სასამართლოსი, როდესაც დღეს უამრავი გამომართლებელი განაჩენია და მათ დროს ერთი გამომართლებელი განაჩენიც არ იყო. აქედან გამომდინარე ეს ყოველივე მხოლოდ დემაგოგია მათი მხრიდან და ერთადერთი
მათი ესე ვთქვათ დასაყრდენი არის ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები, რომლებიც საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ უამრავ მილიონებს იღებენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დესტაბილიზაცია, გადატრიალებები და სხვა ასე შემდეგ. თუმცა ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია ამ ყოველივეს იაზრებს და არავითარ შემთხვევაში ამას არ დაუშვებს. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება ადეკვატურად შეხვდა აი ამ პროცესებს, რა პროცესებით საერთაშორისო გლობალური პროცესებიდან გამომდინარე მიდიოდა არ ჩაერია აი ამ ბინძურ თამაშებში, თუნდაც რუსეთ-უკრაინას ომში, თუნდაც ეხლა მაგალითად ირან-ისრაელის ომში და დაიჭირა ნეიტრალიტეტი და სწორედაც ჩვენი მიზანი ყოველთვის ეს არის, რომ ჩვენი ქვეყანა, როდესაც ესეთი მწირე სამხედრო რესურსები გვაქვს, დიახაც სწორედაც ანალოგიური მიდგომები გვმართებს და რაც შეიძლება აი ესე მშვიდად უნდა შევხვდეთ და პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ აი ამ სამარცხინო ადამიანების და რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხშირად მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით აი ამ ომში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იყო ქართველების ესე ვთქვათ საქმე და ქართველები არ უნდა ქართველების ისე არ უნდა დაغურულიყო აი ამ ომში. გეთახმებით და აი ხა ძალიან ხშირად იწვევს საკადრო პოლიტიკა განგაშის საფუძველს, ალბათ დამეთახმებით ჩვენი ხელისუფლებისა და აი ხა განსაკუთრებით მე გამოვყოფ აი უფრო იმ უწყებებში, რომლებიც ქვეყნის ხერხემალი არის. აი ხლა ბატონი ლექსო მე მახსოვს, რომ იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. თქვენ გამოდიოდით, იბრძოდით, როდესაც აი აქციები დაიწყო. აი კადრებზე რომ მედგა გამოიყენეთ ეს კაცი ვერ გავიგე. არა, იცი რა არის, კადრები წვეტენ ყველაფერსო რა. ეს კაცი იცავს უამრავი ადამიანის უფლებებს. არის სუფთა წარსულის მქონე ადამიანი. ბევრი ხა ამოიღებს რაღაცას, ეხლა ადვოკატი თუ იცავს ვიღაცას, ხდება ასოცირება მერე იმ პიროვნებასთან. ხვდებით? თუ ვიღაცას იცავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ხარ იმ ადამიანის რეალურად იდეების გამტარებელი. როგორც ექიმი არის ვალდებული ყველას უმკურნალოს, ისევე ადვოკატი არის ვალდებული დაიცვას ადამიანები განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. და ბატონ ლექსოს არც არაფერი დაუშავებია სუფთა წარსულს, გამოიყენეთ ეს კაცი შესანიშნავი იურისტი არის, ადვოკატი არის. მე არ ვიცი, ახლა მე მგონია რომ ჩვენ რაღაცნაირად ცოტა ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ.